Ქალაქო სასამართლომ უკვე გამოაცხადა განაჩენი და მაღაროელები ციხეში გაუშვა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ პირველების ინფორმაციით დარბაზში იყო ხმაური და ამის შემდეგ უკვე მცირე ხმაური და კამათი გაგრძელდა გარეთაც. მაღაროელების საგულშემატკივროდ სასამართლოში შეკრებილები იყვნენ და ჩასულები ჭიათურელი მაღაროელები და მათი პოზიცია რომ დღეს მიღებული იყო უსამართლო გადაწყვეტილება. ჭიათურის პროტესტის მონაწილეები ახლა უკვე ციხეში არიან გაშვებულები. 4 მაღაროელს მიუსაჯა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა. მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს 6 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო თენგიზ გველესიას და არჩილ ჭუმბურიძეს 4 წელი და 3 თვე. თამარ მაზანაშვილი იყო მოსამართლე, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. საინტერესოა ის თუ როგორი იყო პროცესები მთელი ამ 9 თვის განმავლობაში და რის შემდეგ მოხდა 4 ჭიათურელი მაღაროელის დაკავება. ეს იყო აპრილში მომხდარი პროცესები და ბრალდების მიხედვით 4 მაღაროელი თითქოს თავს დაესხა შუქრუთის მაღაროს დირექტორს და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას. ბრალდება ამბობდა რომ ეს იყო ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული. დაკავებას კი ჭიათურელი მაღაროელების უძღოდა წინ პროტესტში მონაწილეობა, შიმშილობა და მასშტაბური აქციები. დღეს სასამართლოში განაჩენის გამოცხადების შემდეგ უკვე საგულშემატკივროდ მისული მაღაროელები ამბობენ, რომ მათი პროტესტი გაგრძელდება ბოლომდე, იქამდე სანამ სამართალი არ აღდგება. ქუთაისის სასამართლოში მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა 4 უდანაშაულო ჭიათურელს, რომელიც 9 თვის განმავლობაში ელოდება სამართალს, გამოიტანა სრულიად უსამართლო და უკანონო მიკერძოებული განაჩენი და 2 ადამიანს, გიორგი ნეფარიძეს და მერაბ სარალიძეს გამოუტანა განაჩენი 6 წლით და 3 თვის ვადით, ხოლო რაც შეეხება თენგიზ გველესიანს და არჩილ ჭუმბურიძეს 4 წლითა და 3 თვის ვადით. ეს არის ის სისტემა, რომელიც არა მარტო პოლიტიკური ნიშნით აპატიმრებს და ატუსაღებს ხალხს ციხეში, ეს არის მთავრობა და სასამართლო, რომელიც სოციალურ ფენებსაც კი მშრომელ მაღაროელებს იჭერს 6 წლით და 4 წლით. ჩვენ ვაგრძელებთ აუცილებლად ჭიათურაში ბრძოლას. 1 წელია თითქმის რაც ქუჩაში ვიმყოფებით და ვაპროტესტებთ ამ უსამართლობას და აუცილებლად ვიდრე სამართალი არა მარტო ჭიათურაში, სრულიად საქართველოში არ იზეიმებს, ვაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე. გვინდა ერთობა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა პროცესები. დღეს უკვე განაჩენი გამოცხადებულია. 4-ვე დაკავებული, რომლებიც სასამართლომ გაუშვა პატიმრობაში. საპროტესტო აქციების გამორჩეული ფიგურა იყო თითოეული მათგანი და სწორედ ისინი იყვნენ, ვინც მოუწოდებდნენ მაღაროელებს ხელი არ მოეწერათ იმ კაბალური ხელშეკრულებისთვის, რომელსაც მათ ჯორჯიან მანგანეზის თავაზობდა.